მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მაყურებლის თხოვნით მინდა ჩავწერო ვიდეო სამსახურთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით და ვნახოთ ორ ვარიანტზე, პირველი, მეორე. ჯერ ვნახოთ ვინ ბრძანდებით. არ ვიცი, შესაძლოა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი იყოთ, სარეკლამო საქმიანობა, მარკეტინგი, სამხატვრო სფერო, არ ვიცი, პოეზია, მწერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე, არ ვიცი, რომელიღაცა მსგავსი სფეროს წარმომადგენელი შესაძლოა ბრძანდებოდეთ. გრაფიკული დიზაინერი, ან აი დიზაინერი, ან რაღაცა ისეთი, რაც შემოქმედებით უყავს, რაღაცა ემოციებს, რაც უკავშირდება, ფანტაზიას, რაც უკავშირდება, ასე ვთქვათ. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა დიდი და სასწაული შემოსავლები გაქვთ, მაგრამ სტაბილური შემოსავლები ყოველ შემთხვევაში გაქვთ და ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერ სიტუაციიდან გამოსავალს ძალიან მარტივად პოულობთ. ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ფინანსურ კარიერულ სფეროში. აბა მაჩვენეთ რა ხდება. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში რაც გაქვთ, ჯერჯერობით მადლიერი ხართ. თითქოს თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაღაცა გარკვეული და ბენეფიტები, დამატებითი მომენტებიც ამ ეტაპისთვის ჩანს. კიდევ, მაგრამ გასაგებია. ან ეს ყველაფერი უბრალოდ იყო უკვე თქვენს ცხოვრებაში და დღეს რაღაცა გარკვეული, არ ვიცი, კრედიტები, არ ვიცი, პრობლემები, სესხი, ყოველ შემთხვევაში ფინანსური გაჭირვება წამოვიდა წინა პლანზე და თქვენ მზად ხართ, რომ ბრმად თუნდაც რაღაცა თქვენი მიზანი დაისახოთ და იმ მიზნისკენ აი ესე ბრმად თუნდაც ესე გაუაზრებლად წახვიდეთ, მაგრამ აი თითქოს გადაწყვიტეთ, რომ მორჩა, ეს უნდა გავაკეთო. კი, აქ ცალსახად რაღაცა ფინანსური გარღვევები გააქვთ, აი ამ სისავსიდან ხართ წამოსული მინუსებისკენ. და ვნახოთ ახლა რა იქნება უახლოესი მომავალი თქვენს კარიერულ და ფინანსურ სიტუაციაში. თქვენი პოვით გამოსავალს, მეგობრებო, აუცილებლად იპოვით, ოღონდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ თქვენი ბედის შემქმნელი, თქვენი უკეთესი სცენარის შემქმნელი, კი ბატონო, ძალა. სასწაული არკანია აქ, ძალა. დააკვირდით, თვალებდახუჭულია ორივე ადამიანი და თითქოს რაღაც ერთად მედიტირებენ, თითქოს რაღაც ერთად მანიფესტირებენ, ხო? და ეს გოგონა ამ ხელის შეხებით ლომისგან უზარმაზარ ენერგეტიკას და ენერგიას გაჩავს თავისკენ. ცალსახად თქვენ ძალას იპოვით, ცოტა იმანიპულაციეთ. არ ვიცი, შეგიძლიათ მიმართოთ ვინმე ეზოთერიკოსაც თუ კოლეგა არ ხართ, რაღაცა პატარ-პატარა გაწმენდებით, წაშველებები მოიხმარიოთ, დამიჯერეთ, წაგადგებათ. კიდევ რა იქნება Queen of Swords. ხო, გონება გამჭრიახი იყავით, ემოციებს არ აყვეთ, ყველა გადაწყვეტილება მიიღეთ ლოგიკიდან გამომდინარე. ანუ აი ნებისმიერი სიტუაცია გაანალიზეთ, რომ არ აღმოჩნდეთ რაღაცა, ხო, ცხოვრების ხელში და ესე დააკვირდით, ადევნეთ თვალი ყველაფერს, რომ სათქვენო სიტუაცია დროულად გამოიჭიროთ და აი ესე რომ იტყვიან, ჩაავლოთ რა, როგორ თქვა ეს ის არის, ხო, ჩასაფრებულია, რომ როდის ესროლოს მსხვერპლს, ეს ის არის. ხო, მოეშვით, ფანტაზიები არ გინდათ, ემოციები, ისე რაღაც აბსტრაქციული მონახაზები არ გინდათ, პრაგმატულად შეხედეთ ყველაფერს და თუ ეს ასე მოიქცევა, რა იქნება მერე ჩემი მაყურებლის კარიერასა და ფინანსებში. Knight of Cups, მშვენიერი თასების რაინდი, რაღაცა ახლის დასაწყისია, მეგობრებო, რაღაცა შემოქმედებითი მიდგომა, რაღაცა სისავსეა და მზე, არა, კი ბატონო, ყველა ვარიანტში იქნება თქვენს ცხოვრებაში უკეთესობა, ყველა ვარიანტში იქნება წინსვლა და ყველა ვარიანტში იქნება
არსებული სიტუაციის გაუმჯობესება. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ ვინ არის მეორე ვარიანტი. ადამიანი, რომელიც მათ იცის რომელსაც აქვს მტკიცენების ყოფა, რომელსაც იცის მოცდა იმისთვის, რომ ვინც იცდის, ის იმარჯვებს, ხო, ის იღებს, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელიც არ ნერვიულობს იმ დაკარგულ დროზე, რასაც ხარჯავს იმისთვის, რომ აი უკეთეს ამინდში გავიდეს, ვთქვათ და ანუ როგორი ადამიანი ეუტრირებას მოვახდენ. ახლა წვიმაში რატო ჩავიცვა ახალი ფეხსაცმელი და ველოდები რომ გამოიამინდოს. აი დაახლოებით ესეთი ტიპის ადამიანი, ხო? ადამიანი, არ ვიცი, ცოტა მოწყვეტილი მგონი ხართ თქვენ საკუთარ ფესვებს. აქ ძალიან საინტერესო იმპერატორი ყავს, უზომოდ კეთილი, უზომოდ სამართლიანი, უზომოდ სწორი, გამცემი, მაგრამ ნახეთ თავზე შავი ყვავი აზის, ზემოთ ჩონჩხია ჭედილასი და თვითონ ფესვება მოგლეჯილ ტახტევანზე ზის, ხო? თითქოს რაღაცა მსხვერპლად გაიღეთ თქვენი თავი, თითქოს ვიღაცამ აი მსხვერპლად გაქციათ, მოგგლიჯათ საკუთარ ადგილს და აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადაგაგდოთ და ვინ ხართ კიდევ, ვინ ხართ? პენტაკლების პაჟი, არ შეიძლება რამე ახალ პროფესიას ეუფლებოდეთ, ან სტუდენტი იყოთ, ან რაღაცაში, ვთქვათ, კვალიფიკაციას იმაღლებდეთ. ცნობის მოყვარე, საკმაოდ ისეთი აი შრომის მოყვარეც, წინსვლის სურვილით სავსე ადამიანი. კარგი, ახლა რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? აბა რა ამბებია, როგორ არის? ხო, რაღაცა რთულ გზას გადიხართ, აქ დააკვირდით, ხმლების რაინდი, კაქტუსებია სულ გზაზე, ხო? და უკან აქვს ეს ხმლები ჩაყრილი. რთულ გზას გადიხართ, მაგრამ ძალიან მშვიდად წყნარად, უბრალოდ თავდაცვით რეჟიმში ხართ და იცით, რომ ეს გზა დამთავრდება აუცილებლად. კი ბატონო, მთვარის არკანი აქ ძალიან განსხვავებულია. კლასიკურ დასტაში თუ გოგონა პირიქით მთვარისკენ მიდის, აქ ნახეთ როგორ არის. ამ ჯურღუმულიდან მთვარე უნათებს. და მგელი და ძაღლი თითქოს შესთხოვენ, რომ ეს გოგო მშვიდობიანად გავიდეს აქედან. აი, დაფლა ჩამოდის და გადის ამ სიბნელეს და რთულ გზას ტოვებს. ტრანსფორმაციას ცალსახად გადიხართ, მეგობრებო. ცოტა ხო გეუბნები, ისეთი მომენტიც გაქვთ რაღაცა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაქვთ. აი, აქ გულდაწყვეტის რაღაცა თითქოს გიღალატეს, თითქოს ხელი არ შეგიწყეს, თითქოს საკმარისი არ მოგცეს რაღაც, თითქოს ვერ დაინახეს, აი უმადურობის განცდა გაქვთ და ტრანსფორმაცია აღონ დააკვირდით რა ენერგიებში. აქ ცოტა სხვანაირი სიკვდილის არკანი გვაქვს. მაღლა როგორი შავი ღრუბლებია და ადამიანი დგა, უამრავი ბედაურია, მაგრამ თითქოს არც ერთი მისი არ არის. თითქოს ამათ უკან უნდა გაეკიდოთ, ანუ საკუთარი თავის ფეხების იმედად არის და თუ აი ამ სამ წრეს გადაურჩება, მაშინ სხვა საფეხურზე ავა, ხო? და მოძველებული ყოფილი უკან დარჩება და რაღაცა სიახლესკენ წავა. საკმაოდ ისეთი ძლიერ ტრანსფორმაციულ პერიოდს გადიხართ და კიდე ერთი არკანით აბა რა ენერგიებში ხართ? რა ენერგიებში ხართ, მეგობრებო და რაც გაქვთ ყოველ შემთხვევაში თითქოს იმის დაკარგვა არ გინდათ, ეს შიში მოიშორეთ. ანუ ცოტასაც დავჯერდები სტაბილურობა რა იყოს, არა, ეს მომენტი მოიცილეთ. და ვნახოთ ახლა რა ენერგიები შემოდის. რა იქნება თქვენს კარიერასა და ფინანსებში უახლოეს პერიოდში. ნახეთ, ძალიან საინტერესო დაკიდილებული მამაკაცის არკანი აქვს ამ დასტას. თქვენ ძალიან მარტივად უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს. არ უნდა აღიქვათ ძალიან დრამაში ნებისმიერი სიტუაცია და დრამის რაკურსით არ უნდა შეხედოთ და დრამის პრიზმაში არ უნდა განიხილოთ. ნახეთ, მედიტირებს ტიპი რა, იოგას ილეთებს აკეთებს, მე გადამოკოტრიალდები და არ არის აქ არანაირი პრობლემა, ხო? ამბობს. ანუ არ ეშინია. არ აქვს იმისი მომენტი, რომ თქვათ ეს ტარანტული უკნეს, ნახეთ, აი აქ რომ მოდის. აი
უფრო როგორი მომენტი აქვს, აი მარტივად გავხედავ რა და ხა ილეცას დავამუშავებ და მე ჩვეულებრივ ფეხზე მარტივად დავდგები. გაიგეთ თქვენ ამ ტრანსფორმაციას ძალიან კარგად და კი მეგობრებო, თქვენ შეიძლება ვიღაცას დაგეხმაროთ. ვიღაცამ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ, ორი მაღალი არკანი და აი რომ გადაივისჭრა ეს ტრანსფორმაცია და ჭექაქუხლები კი ეტყის არკანით უბრალოდ ძალიან აგრესიული არ იყოთ თქვენი სიტუაციების მიმართ, ხო, აგრესია მოიშორეთ, აქ ცოტა ისეთი შოლტის მრტყმელი ადამიანია, მარტივად მიყევით სიტუაციას, ნაკლები აგრესიის და ნაკლები კონფლიქტების გარეშე და კი პაჟია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ახლის დასაწყისია, რაღაც ახალ საფეხურზე გადასვლას ცალსახად ნიშნავს, ხო? შეიძლება არ ვიცი, პროფესიის შეცვლაც დაგჭირდეთ რაღაცაში საფეხურებრივად ამაღლებას კიდე რა მოდის აბა თქვენს კი პაჟები რაინდია აქ უკვე კვერთხების რაინდი და ცხრიანი პენტაკლები არა სტაბილურობა ყველა ვარიანტში გექნებათ მეგობრებო, ყველა ვარიანტში გექნებათ მიზნის მიღწევა, წარმატება და ნახავერ ვეტყვი რომ ვარსკვლავებს მოწყობთ, მაგრამ კი ახმლების მეფე. გონება ჩართეთ, ლოგიკა ჩართეთ და თუ ეს ყველაფერი სწორად გააკეთა ჩემმა მაყურებელმა რა მოხდება მის კარიერაში, აბა მითხარი მის კარიერაში რა იქნება. Manche. Dat man mit Schütter praktisch giftet. Arkanekli, Matschene, Raikne. დასების მეფე. იმპერატორი. რა იქნება და დაწინაურება ყველა ვარიანტში იქნება. დაწინაურება რა შეიძლება სახურში გადახვიდეთ. რაღაცა უკეთესი ყველა ვარიანტში შემოვარეთ წელს ცხოვრებაში. აუცილებლად წინსვლა გექნებათ, წარმატება და სისავსე გექნებათ. დასების მეფე საკმაოდ ისეთი არკანია ფინანსურ ნაწილშიც. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, მადლობა ნდობისა და ყურადღებისთვის, წარმატებები.